მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლების მიუხედავად საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი იზრდება. ასეთი ქვეყანაში 5-დან 1 ადამიანია. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ სექტემბერში შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 709.000 გადააჭარბა. ზრდა ერთთვიან ჭრილში 400 იყო. მათზე გაცემული გადასახადის მოცულობამ კი 71 მილიონი ლარი შეადგინა. რატომ იზრდება შემწეობის მიმღებთა რიცხვი მაშინ, როცა ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ქვეყანაში 7.9%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ამ კითხვით BMG-მ ეკონომისტებს მიმართა. რას გვეუბნება ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომ ის ვერ ახერხებს მეტი ადამიანის სამუშაო ბაზარზე დაბრუნებას და ვერ ახერხებს მეტი ადამიანის დასაქმებას იმისთვის, რომ ეს ადამიანები სიღარიბის რეჟიმიდან ამოვიდნენ და ნორმალური შემოსავალი, სტაბილური შემოსავალი ჰქონდეთ. შესაბამისად, მინიმუმ ეს არის არაინკლუზიური ზრდა, მაქსიმუმ ეს ზრდა თავისთავად არ ეხება რეალურ ეკონომიკას და შესაბამისად აქედან გამომდინარე ვერ იწვევს ეკონომიკური აქტორების, მოსახლეობის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ნიშნულოვანია, რომ 709.000 შემწეობის მიმღებთა რაოდენობიდან 245.000-ზე მეტი პირი საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეცაა, რომლის თანახმადაც თუ კი აღნიშნული პირები დასაქმების პროგრამაში ჩაერთვებიან, მათ 4 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობას გარანტირებულად შეუნარჩუნებენ. ეკონომისტების შეფასებით, სახელმწიფოს მიზანი არა მათი სამუშაო ძალაში ჩართვა, არამედ მათი სიღარიბეში დატოვება და შემდგომ მათი ხმების საარჩევნოდ გამოყენება. ის კი არა, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს სიღარიბის დაძლევას და ვერ ახერხებს, რომ შემცირდეს შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. თავისი პოლიტიკით ის აძლევს სტიმულს მოქალაქეს დარჩეს სიღარიბეში. ბევრი კვლევა, ყველა კვლევა, მოდი ესე ვიტყოდი, რაც საქართველოში სოციალური უზრუნველყოფის შესახებ გაკეთებულ ამბობდა, ეს მოდელი ვერ უზრუნველყოფს ადამიანების სიღარიბიდან ამოსვლას. რას აკეთებს სახელმწიფო? ამ შემთხვევაში ქართული ოცნება, ის კიდევ უფრო მახინჯ ფორმებს აძლევს პოლიტიკას და შესაბამისად არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მეტი ადამიანი არის სიღარიბეში და ეკონომიკური ზრდა ვერ ახერხებს ამ ადამიანების სიღარიბიდან ამოყვანას. 700.000-ზე მეტი ადამიანი არის, ვინც ამ სოციალურ შემწეობას იღებს, მაგრამ კიდევ უფრო მეტი არის, ვისაც უნდა რომ მიიღოს. ანუ რიგში დგას კიდევ უფრო მეტი, ანუ უფრო მეტი ადამიანია, ვისაც აი ეს მინიმალური სოციალური შემწეობაც კი სჭირდება. ჩვენთან ხდება უბრალოდ ბევრი ადამიანის ჩამოკიდება ბიუჯეტზე რა, ანუ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების მიზანი არის, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ყავდეს დამოკიდებული მასზე, არა კარგად იგრძნონ ამ ადამიანებმა თავი ღირსეულად თუ გამდიდრდნენ შედარებით. არა, ამათ ჭირდებათ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ყავდეს დამოკიდებული მათზე. ეხლა არჩევნებზე ლაპარაკი უკვე არასერიოზული არის ამ სიტუაციაში, მაგრამ აქამდე ყოველთვის ესე იყენებდა. ეკონომიკური ზრდა არათუ არ ვრცელდება მოსახლეობის მინიმუმ 1/5-ზე, არამედ ინფლაციის პირობებში მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. საქსტატის სექტემბრისთვის ინფლაციის ანგარიშის თანახმად ქვეყანაში ფასების დონე წინა წელთან შედარებით 4.1%-ით არის გაზრდილი. აქედან სურსათის ჯგუფში ფასების მატება თითქმის 12% იყო. იმ ფონზე კი როცა სამომხმარებლო კალათაში 30%-ზე მეტი სურსათის ჯგუფს უჭირავს, მოწყვლადი მოსახლეობის ცხოვრების დონე სულ უფრო მეტად უარესდება. თუ საუბრობთ ჩვენ სოციალურ დაუცველთა ჯგუფზე, აქ ეს ხარჯი კიდევ უფრო მეტად იწევს, შესაბამისად მათი ინფლაციის მაჩვენებელი შეიძლება ითქვას, რომ ორნიშნა მაჩვენებელიც ეს, რადგანაც ყველაზე მეტად მოხმარებადი პროდუქტები მათ ყოველდღიურად უძვირდება და ამავე დროს, როცა ვსაუბრობთ 4.8%-იანი ინფლაციაზე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთწლიან ჭრილში დანახული მაჩვენებელი და გრძელვადიან პერიოდში ეს ინფლაცია ცხადია უფრო მაღალი მაჩვენებელი. რატომაც იზრდება და ეს მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, ძირითადად იმ სფეროებით არის განპირობებული, სადაც გვაქვს ასე თქვათ, იმ სფეროების ზრდით, რომლებიც მე რეალურად არ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ანუ ცალკეული დარგები, ცალკეული კომპანიები, რომლებიც უფრო მეტად ვითარდება და ისინი აჩვენებენ ასე თქვათ ეკონომიკურ ზრდას. და მაორნიშნე ეკონომიკურ ზრდა ნიშნავს იმას, რომ ეს საყოველთაო ეკონომიკური ზრდა, ანუ ყველა სფერო, ყველა დარგი თანაბრად იზრდება, შეიძლება თანაბრად არა, მაგრამ იზრდება ასე თქვათ პროპორციულად იზრდება და შესაბამისად ეს აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. ყველაზე მეტი სოცდაუცველთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით თბილისშია, რომელსაც ქვემო ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, ზემო სვანეთი და აჭარა მოჰყვება. მოსახლეობასთან მიმართებით კი მათი წილი ყველაზე მაღალი მესტიაში, ლენტეხში, ცაგერში, ონსა და ქედაშია.